თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებული თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი ხაინდრავას, თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ვლადიმერ ღუდუშაულის, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმის ვასილ მხეიძის სასამართლო პროცესი 23 აპრილისთვის გადაიდო. ბრალდებულები სწორედ ამ დროს იტყვიან საბოლოო სიტყვას. დღეს დაცვის მხარემ დასკვნითი სიტყვა დაასრულა, სადაც ბრალდებულების უდანაშაულობაზე ისაუბრა. ბრალდებას დასკვნითი სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს. დღეს პროკურორმა თქვა, რომ მტკიცებულებებით დასტურდება ბრალდებულების დანაშაული და ერთი პირის გარდა სხვა ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რომ მათ პროკურატურისთვის აქვთ მიმართული, არ იგეგმება. თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს ბრალდება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით ედავება, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩვენთვის პროკურატურის პოზიცია მისაღებია, გასაგებია ეს მათი მოსაზრება, რაც შეეხება როგორ დავასრულებთ ჩვენ პროცესს ისე, რომ საპროცესო შეთანხმებისათვის ყველა პირობა იყოს დაკმაყოფილებული, ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ გავივლით კონსულტაციას. ბრალდებამ წარმოადგინა არაერთი მოწმე, მათ შორის პირი, რომელმაც აღიარა დანაშაული, რომელმაც ითანამშრომლა გამოძიებასთან და მისი ჩვენებით არათუ დადასტურდა, არამედ გამოირიცხა ის, რომ ვასილ მხეიძემ ჩაიდინა აღნიშნული დანაშაული. ასევე ბრალდების მხარემ წარმოადგინა ოქროს მოწმე, გვარად ტუკვაძე, ტუკვაძის ჩვენებითაც არ დადასტურდა ვასილ მხეიძის მხრიდან კონკრეტული დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად დაცვის მხარე ველოდებით გამამართლებელ განაჩენს ამ ნაწილში. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ რა თქმა უნდა გამოკლებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, მოწმეთა მიერ განცხადებული და გაკეთებული განცხადებებიდან და ინფორმაციიდან გამომდინარე, გამოკლებული ნივთიერი და წერილობით მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სამივე ბრალდებულის მიმართ უნდა დადგეს გამომტყუნებელი განაჩენი, რაც შეეხება მათ აღიარებას, თქვენთვისაც ცნობილია, რომ ვლადიმერ ღუდუშაურის გარდა სხვა ბრალდებულს აღიარება არ დაუფიქსირებია სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ ეტაპზე სასამართლოს ხდომებს გულისხმობ, ხოლო პროცესუალური კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია ეს ყველაფერი მოხდეს სასამართლოში.